წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსალოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმო დრო ქართულ სპორტს. სპორტ.com რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. Sport Time-ის სპონსორია სამშვიდიანი. სლოტ კლუბების ქსელში, სამშვიდიანში იღბალი შენს მხარეზეა. აქ მაქსიმალური კომფორტი და მოგების მაქსიმალური შანსია. მხოლოდ ჩვენთან ნოვომატიკის, ეჯეტეს, ოდრექსის ფირმის უახლესი ტიპის აპარატები და რულეტი. ყოველდღიური ჯეკპოტები, უამრავი ფულადი პრიზი და ავტომობილების გრანდიოზული გათამაშება. ვარკეთილში, ორთაჭალაში, ქალაქ რუსთავსა და მარნეულში. სამშვიდიანი. ვინც არ თამაშობს, ბერიგებს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მაშასე ჩვენი მეოხის სლოგანი სამშვიდიანი აზარტული და გასართული თამაშების ლიდერი საქართველოში, ის ვინც არ თამაშობს ვერ იგებს, ბუნებრივია საერთოდ სპორტი ცხოვრებას გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული, თავარი რაც შეეხება სლოტ კლუბების ქსელში მიმდინარე გრანდიოზული გათამაშება და მე შეგახსენებთ რომ უპრეცედენტოდ მაღალი საფრიზო ფონდი 350,000 ლარი, უამრავი ფულადი საჩუქარი, ყოველდღიური ჯეკპოტები და ასევე სიურპრიზი, რომელსაც თქვენი მონამორჩილი არ აღიღებს ბანალური პრინციპის გამო რაკიღა სიურპრიზია საუბარი თავად უნდა ის სიურპრიზი გაგიგეთე თუ კი ის გაჟღერდა ის დაკარგავს თავის ხიბლს და ასევე სამი ავტომობილი Mercedes, Kia, BMW და რაც მთავარია ეხსენებული განახლებული უმაღლესი აპარატურის შათვლით მოგების რეალურად გაზრდილი შანსი. საკმარისია თავად მიბრძანდეთ და ყოველივე დარწმუნდეთ და ცადოთ იღბალი. ახლა რაც შეეხება ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემას, თავმად შეიძლება ითქვას რომ არამარტო დამოუკიდებელი ქვეყნის საერთოდ ქართული სპორტული ისტორიის ჯერ კიდევ აი საბჭოური რეჟიმის პერიოდიდან მოყოლებული მსგავსი დონის სპორტული ფორუმი ჩვენს ქვეყანაში არ ჩატარებულა. მიხვდით ალბათ საუბარია თბილისი 2015 გაისად ივლისის თვის მიწურულს ჩვენს დედაქალაქში დაიწყება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ახლა ბუნებრივია ბევრს ასე შეიძლება ითქვას რომ სკეპტიკოს თქვენ ახალ ბოლტებს და იმას ვერ აღმოაჩენთ ხო უსეინ ბოლტებს თქვა, მაგრამ ამაზე არ არის საქმე. აქ სპორტული პრინციპი ჩვენთვის ჩვენი ქვეყნისთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, თუმცა მოდი პირდაპირ თქვა გადადის მეორე პლანზე, რამე თუ ის ობიექტები, ის სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც იქნება ჩვენს დედაქალაქში, ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის და ქართული სპორტის საომალო განვითარების საქმეში სასოცხლო მნიშვნელობის მქონე. და მე უკვე გაუწყეთ არაერთგზის იმის შესახებ, რომ ორგანიზატორთა ძალისხმევი და 7 თვე რჩება თბილისი 2015-ის გახსნამდე, ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა დათქმულ ვადაში აი საქმის ბოლომდე მისაყვანად კიდევ საჭიროა უფრო მეტი აქტიურობა როგორც საზოგადოების, ასევე ხელისუფლების მხრიდან და უპრიანია ბუნებრივია ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები წარმოგიდგინოთ და მივიღოთ ვრცელი ინფორმაცია თუ რა ხდება ამ მიმართულებით. მაშასე თბილისი 2015 საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი იოსებ დარჩია და მოხალისეთა დეპარტამენტის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი თათული ბაღავა, უპირატესად მოგესალმებით. და ბატონოსო დავიწყოთ, აი 7 თვე რჩება და აი პატარა სულ კიდევ ორ სიტყვას დავამატებ, არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩვენ დიდი ზარზეიმით აღნიშნეთ ქართული ოლიმპიზმის საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის 25 წლის თავი და ორი, მაღალჩინოსან სტუმრებთან ერთად ორი გამორჩეული ხო, ეს გახდნენ თომას ბახი და პატრიკ ჰიკი, უმაღლესი პირები, როგორც მსოფლიო, ანუ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ასევე ევროპის ფედერაციების ოლიმპიური კომიტეტის და ორივე სტუმარმა არ დამალა და ვერ დამალა აღფრთოვანება იმით ნანახით და შემდგომ ამას უკვე უძღოდა სპეციალური ჯგუფი ევროპის ოლიმპიური კომიტეტიდან, ეს იყო ასე ვთქვათ უკვე მაკოორდინირებელ შეიძლება ითქვას საინსპექციო ჯგუფი, რომელმაც უფრო დეტალურად შეაფასა და აი დავიწყოთ აქედან ბადროსოსო გავიდა 2 თვე და რა მდგომარეობაშია სამზადისში მყოფი თბილისი 2015-ის მთელი ინფრასტრუქტურა და ყველაფერი რაც უშუალოდ აი დამდეგ ესოდე მნიშვნელოვან ღონისძიებას უკავშირდება. საღამოშიდობისა ბატონო დიტო, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს. მე ერთ შესწორებას შევიტან, ანუ ჯერ იყო ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პეკ დელეგატების ვიზიტი, ჯერ იყო 4 წევრი და შემდგომ იოზეფ ლიბა, კატერინა ნიცოვა
რომლებმაც დადებითად შეაფასეს ჩვენი წინა ინსპექტირების შემდგომი პერიოდის, ანუ წინა ინსპექტირება იყო აპრილის თვეში და მას შემდეგ გავიდა 6 თვე და ამ 6 თვის ნაშრომი და ასე ვთქვათ მშენებლობებს რო გადახედეს, აფრთხილებულები დარჩენ და უმაღლესი შეფასებებით დატოვეს ჩვენი ქვეყანა. შემდეგ იყო უკვე თქვენ როგორც აღნიშნეთ ოლიმპიური კომიტეტის 25 წლის იუბილე, სადაც ბატონმა თომას ბახმა და პატრიკ ჰიკმაც აფრთხილება ვერ დამალეს და უმაღლესი შეფასებებით შეგვაფასეს. რაც შეეხება მას შემდეგ, ანუ ბოლო ვიზიტის შემდგომ გავიდა 2 თვე და ამ 2 თვის მანძილზე ძალიან დიდი წინსვლა არის ჩვენს ინფრასტრუქტურულ საკითხებში, კერძოდ რა ხდება ალბათ და რას ვაკეთებთ მსმენელისთვის მე მგონი არ უნდა იყოს უცხო, მაგრამ მე მაინც კი უბრალია რომ მაინც გავაჯეროთ კიდევ ერთხელ აუხსნი ჩვენს რადიო მსმენელებს, რომ 2015 წლის ივლისის 25 ივლისიდან თბილისის მასპინძლობს ევროპის ახალგაზრდა ოლიმპიურ ფესტივალს, სადაც ევროპის 59 ქვეყანა ჩამოდის და ფესტივალი ჩატარდება 9 სპორტის სახეობაში, რომლის შემდგომაც ჩამოდის თქვენინები ძიუდო, ჩოგბურთი, სპორტული დამარჯიში, ველოსპორტი, მძლეოსნობა, ცურვა, ფრენბურთი, ხელბურთი, კალათბურთი, სუნცირე აქ 2/3-ს ხსენებულ სპორტის სახეობა და ფედერაციებს, სხვადასხვა სპორტულ შედეგზეც ექნება ორიენტირი. არა, ყველას ექნება, მაგრამ მე მხედველობაში მაქვს აი სერიოზული შედეგი, ასე ვთქვათ, აი მედალზე ორიენტირებას რო უწოდებ. რა თქმა უნდა, დაგეთანხმებით. და ეს სახეობები ალბათ კარგად ცნობილია ჩვენი რადიო მსმენელისთვის, რაში ველოდებით მედლებს. ეს არის ძიუდო, კალათბურთი, ფრენბურთი, ცურვა, მძლეოსნობის პირდება რომ ხელბურთზე ბაჟოს გოგონათა გუნდიც იქნება საკმაოდ სოლიდური სახით წარმოდგენილი და თავი და თავი ბუნებრივია წყალბურთი, ხო? კი ბატონო, რა თქმა უნდა, წყალბურთი არა. წყალბურთია, როგორც ცურვის ზაგრები. წყალბურთი ხო, წყალბურთი ეს არ შედის. და დავამატებ ერთს, რომ ამ ბოლო 2 თვის მანძილზე იმდენად საგრძნობლად წინ არის წასული ჩვენი სამშენებლო და სარეაბილიტაციო პროექტები, რომ ზოგიერთ ობიექტზე, ანუ ეს არის ძველი ყველასთვის კარგად ცნობილი ვერის საკალათბურთო დარბაზი, ძიუდოს აკადემია, რომელიც დიღომში ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და წერეთელზე მიხეილ გაგელის სახელობის საკალათბურთო სკოლა, რომელიც მართლა წლების მანძილზე არაფერი არ იყო იქ გაკეთებული და სრულიად ბადოსოს ვაბადეთ პრაქტიკულად, მოდი ასე ვთქვათ, არაფერი გაკეთებული ეს ეგრეთ წოდებულ დიდუბის მანისზე, ხომ? და ის სულ ზღაფავდა ვერის საკალათბურთო დარბაზის არსებობა უკვე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, არა თუ და მithumet ეს მართლა ეს არის სულზე მოსრება. რა თქმა უნდა და ანუ რაც შეეხება კალათბურთს ყველაზე მეტად გამოზის დახმარება, ესე ვთქვათ, ჩვენი მხრიდან, იმიტომ რომ 6 საკალათბურთო დარბაზი ექნება განახლებული თანამედროვე ინვენტარი დაღწეული. განხოლოება მოხდება რა, უშუალოდ, ხო, სხვადასხვა ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა რეგიონებში, ანუ ქალაქის უბნებზე ეს რამხელა რაღაცას ნიშნავს. როცა დღეს აი სამადო სადღაც ასე ბავშვებს ფაქტიურად საკმაოდ ნიჭიერთაობას უხდება, დაოსტატებას ამას ვერ ვიტყვი, სკოლაში, სკოლის დარბაზი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოსერებად სადადედამიწა ისე განსხვავდება. გავაგრძელებ მე ჩემს თემას ბატონო დიტო, ანუ ამ სამ ობიექტზე, რომელიც მე ჩამოვთვალე, უკვე არის სამუშაოები იმ ეტაპზე, რომ ველოდებით მარტო დარჩენილია ინვენტარის დამონტაჟება რა და დასაჯდომის კამების. დანარჩენი უკვე სამღებრო სამუშაოები დასრულებულია და ამიტომ თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მივდივართ ჩვენ გეგმა გრაფიკებზე წინსწრებით ამ ობიექტებს რაც შეეხება. ამის გარდა ახალ თბილისი არის ამერიკის საელჩოს უკან მიმდებარე ტერიტორია, სადაც ვაშენებთ ახალი მძლეოსნობის 28 ჰექტარია თუ არ ვსები გამოყოფილი მთლიანად, ხო, კი 28 ჰექტარზე მიმდინარეობს მშენებლობა, სადაც შენდება ახალი მძლეოსნობის სტადიონი, თავისი სასტუმროთი, რომელიც გათვლილი იქნება 150 სტუმარზე, 150 სპორტსმენზე. ფრენბურთის დარბაზი, ტანვარჯიშის დარბაზი, ორ-ორი დარბაზი იგულისხმება აქ, ანუ და ცურვის სასახლე, საცურაო კომპლექსი.
რომელსაც ექნება თავისი პარკინგები, სულ ახალი მისასვლელი გზები, ინფრასტრუქტურა იქნება სრულიად ახალი. და საწყლოსნო სახეობის უკლებლი ყველა სახეობის განვითარების იდეალური პირობები. კი ბატონო. თანამედროვე სტანდარტების დარბაზები იქნება ყველა ჩვენს მიერ, ანუ ამ ფესტივალის შემდგომ ყველა ამ 9 სპორტის სახეობას და არა მარტო ამ 9 სპორტის სახეობას, რაც შესაძლებელია რომ ჩატარდეს დახურულ დარბაზებში, ყველა სპორტის სახეობას თავისუფლად შეიძლება წარადგინოს განაცხადი, პრეტენზია წარმოთქვას ნებისმიერი დონის სპორტული შეჯიბრების ჩასატარებლად. ბალანსოს არ შეიძლება აქ არ აღინიშნოს, ეხლა ცოტა ისე შეიძლება ისე ციფრი ყურზე ხდება ადამიანს, ცოტა დაშინდეს კიდეც რომ ჩვენს დედაქალაქში ამხელა სტუმრიანობა 7000-ზე მეტი სტუმარი მოიყრის მთლიანობაში თავს, ხო მარტო მონაწილეთა რაოდენობა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად ჯერ იყო 3800-ზე, შემდგომ 4000-ს გადააჭრა, ანუ ინტერესი იზრდება, ხო? ეს ყოველთვის ასეა, რა გიღა ხედავენ რომ არის სერიოზული მზადება და ეს ყველაფერი თვითონ დედაქალაქის თავისი იერსახიდან და დამთავრებული ინფრასტრუქტურით, რომელსაც თქვენ ქმნით, ბუნებრივია მონაწილეთა რაოდენობა და რიგი წამყვანი ევროპული ქვეყნების ინტერესი გაცილებით უფრო იზრდება. და ეხლა 7000 კაცის მიღება, ბილად რო თქვა, ხუმრობა საქმე არ არის, ხო? ამისთვის ჩვენ წინასწარ ვიჭერთ თადარიგს 3000 მოგახსენებთ, რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, ჩვენ ვეყნობით 2011 წელს ჩატარებული ტრაბზონში ანალოგიური ფესტივალიდან ამოღებულ სტატისტიკას და 2013-ში უტრეხტში ჩატარებული ფესტივალის სტატისტიკას, სადაც იყო 3800 სპორტსმენზე მეტი არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ ორ წინამორბედ ქვეყანაში იყო ეგრეთ წოდებული კვოტები დაწესებული რა, აღნიშნული ისა გარკვეულ რაოდენობის ზემოთ სპორტსმენის წაყვანა არ შეეძლო ამა თუ იმ ქვეყანას და ჩვენთან ერთადერთი მიზეზი ამ ფესტივალის მოგების განაპირობა იმან, რომ მოხსენით კვოტა საერთოდ, მოხსენილი იყო კვოტა და ანუ რამდენ სპორტსმენსაც მოისურვებს ქვეყანა, იმდეს ჩამოიყვანს და ჩვენ მინიმუმს ვიღებთ 3800, მაგრამ მაქსიმუმს არ ვიცი რამდენს ანუ ამ ციფრის თუნდაც მიახლოებით ძალიან ძნელია. ვერ დავასახელებთ, ანუ სურვილის მიხედვით რამდენსაც მოინდომებს, იმდეს ჩამოიყვანს. და ეს ოლიმპიური სოფელი ზუსტად გათვლილი არის იმ რაოდენობის სპორტსმენებზე, რამდენიც უნდა ჩამოვიდეს 3800-ზე არის გათვლილი. თუ იქნება მეტობით, მაშინ უკვე მოგვიწევს ზედმეტად დამატებითად მათი საცხოვრებლების მოძებნა. თუმცა ბადრუნსოსო აქ უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის ზღვაზე მიმდებარე სწორედ აი ეს ოლიმპიური სოფლის შენებლობა, სადაც 19 კორპუსი იქნება, ხო, მთლიანობაში აშენებული წესით უნდა იქნეს შესაძლებელი, აი თქვენ რასაც ჩვენი ფესტივალისთვის გამოყოფილი იქნება ამ ეტაპზე 9 კორპუსი. ხო, მაგრამ აი საჭიროების შემთხვევაში იქნება მზად, კი ბატონო, ანუ 9 ოფიციალური იქნება, მაგრამ მზად იქნება კიდევ აი ამის ეს მინდოდა მეკითხა რომ 5 კორპუსი იქნება, ანუ მთლიანობაში იქნება 14 კორპუსი სრულ მზად ყოფილში. ეს მარაგში აი იმ შემთხვევაში თუ რაოდენობა როგორც სტუმრების ასევე მონაწილეების იქნა გაცილებით მეტი ნავარაუდებზე. ბადონსოს არ შეიძლება ბუნებრივია არ აღნიშნოს ამაზე ოდნავ მოგვიანებით თქვენ ნებართვით, რაც შეეხება უშუალოდ საორგანიზაციო კომიტეტისა და მთავრობის ერთობლივ მუშაობას, იმიტომ რომ მთავრობაზე რა თქმა უნდა ბევრი კი არა შეიძლება ითქვას რომ გადამწყვეტი როლი და აი აქ ძვირფასო მეგობრებო, ყველას კარგად მოხსენებათ საერთოდ სპორტში და ნებისმიერ ესოდენ გრანდიოზულ ღონისძიებაში ჩახედულ ადამიანს, თუ როგორ ხდება მათი ის ციფრები, რაც ბადონსოსო დარჩიასგან მოისმინეთ, ეს გახლავთ უნიკალური მართლაც და არ შეიძლება მარტო ვთქვათ რიგმა ნებისმიერმა სამშენებლო კომპანია ამას გაწვდეს, მე არ მყავს მხედველობაში სპეციალისტები და აი აქ ტრადიციული ყმადაღებული რაც არსებობს საერთოდ ხო დასაბამი და ბადონსოს დამეთანხმებით ეს ეგრეთ წოდებული ვოლონტიორები, რომელსაც მოხალისეებს უწოდებ და მათი ძალიან დიდი როლი და აი ჩვენ დღევანდელი გადაცემის კიდევ ერთი სტუმარი ეს სწორედ მოხალისეთა დეპარტამენტის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი თათული ფაღავა, თათული საავადმყოფობის. მოგესალმებით. ეხლა შენ ისეთი იქიდან მობძადი
დღეს სხვადასხვა უშუალოდ და შენი კომიტეტის ორგანიზებით სტუდენტთა საერთაშორისო დღეს საგაგებო ღონისძიებები მიუძღვენით, ხო? აქ იყო გასართობი, სპორტული და მოკლედ მთელი იყო, ხო? ანუ სტუდენტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩვენს მოხალისე სტუდენტებს მივულოცეთ ეს დღე ღონისძიებით. ღონისძიება სახელწოდებით დავერქვით სტუდენტური ესტაფეტა, იქიდან გამომდინარე, რომ კონკრეტულად მათთვის იყო და ჩვენ მოხალისეებს ძალიან ხშირად ვუწყობთ ხოლმე სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, თუმცა ესე კონკრეტულად ცალკე სტუდენტი მოხალისეებისთვის არ გამოგვიყვია. ამიტომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც და მაბატი ესე მოხალისეთა დიდი რაოდენობა სტუდენტია, ხო? იცით რა არის, ამ მომენტისთვის სტატისტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უფრო მეტი დარეგისტრირებული არის სკოლის მოსწავლეები, თუმცა მათშიც რა თქმა უნდა, ხო, დამამთავრებელი, რადგან ასაკობრივი შეზღუდვა არის 16 წლიდან ზემოთ შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირება. თუმცა ზედაზღვარი არ გვაქვს, ხო, გასაზღვარი არ გვაქვს, აი ამაზეც მოგახსენებთ რაღაც დეტალებს. თუმცა ის სწორედ ამიტომ რომ ანუ რაც ყვავს სტუდენტი მოხალისეები და ის რომ კიდევ მოვიზიდოთ, მსგავსი სახის ღონისძიებებით ვცდილობთ რომ მაქსიმალურად გავუხალისოთ ჩვენს მოხალისეებს, ასე რომ ვთქვათ, მოხალისეობრივ საწყისებზე მათი მოღვაწეობა. ურიგო არ იქნება, მოდი რამდენიმე ციფრი გავაჟღერო, დავიწყოთ იმით, რომ ალბათ ბუნებრივია საორგანიზაციო კომიტეტს, ნუ კონკრეტულად თუ არა, ზოგადად მაინც განსაზღვრული აქვს თუ რა რაოდენობის მოხალისე ჭირდება. ანუ იმისათვის რომ ფესტივალი ჩატარდეს წარმატებით და ამაში მოხალისეებს უდიდესი როლი მიუძღვით, საჭიროა 2500 მოტივირებული ახალგაზრდა, რომელიც მოხალისეობას გაუწევს ამ ფესტივალს. დღეისათვის დარეგისტრირებული მოხალისე არის უკვე სადღაც 4500-მდე, საიდანაც დაახლოებით 850 არის უცხოელი მოხალისე. თუმცა როგორც გითხარით, ეს არის მხოლოდ დარეგისტრირებულთა სია, აქედან უნდა მოხდეს სელექცია. ანუ პირველი ეტაპი არის ის, რომ ეს ადამიანები ჩვენს ვებგვერდზე თბილისი 2015.com გადიან რეგისტრაციას ონლაინ, ხოლო შემდგომ თითოეულ რეგისტრაციის ფორმა მარტივესი ფორმაა. თითოეულ მათგანს ეს მათი მონაცემები შედის ბაზაში და ეტაპობრივად ყველა მათგანს უკავშირდებით და ვიბარებთ შემდეგ ეტაპზე, რომელსაც ეწოდება გასაუბრება. ანუ გავიგოთ who is who, ხო? აი სულ მაბატია, სულ წამით ჭრა, ძვირფასო მეგობრებო, სულ 30 წამიანი ჭრა და დაგიბრუნდებით ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრებთან ერთად. მე მოკლედ შეგახსენებთ, რომ თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი იოსებ დარჩია და მოხალისეთა დეპარტამენტის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი თათული ფაღავა. დაუთმო დრო ქართულ სპორტს. სპორტ ტაიმი. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. ვაგრძელებთ ძვირფასო მეგობრებო ჩვენს გადაცემას, საკმაოდ საინტერესო თემაზე შევჩერდით, მაშასე თათული ფაღავა, თბილისი 2015-ის მოხალისეთა დეპარტამენტის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი. თათული, თქვენ ბრძანეთ, რომ ესე იგი 2500 უნდა გამოიყოს, მიდის ეს შერჩევის პროცესი ონლაინ რეჟიმში საკმაოდ გამარტივებული, მაქსიმალურად გამარტივებული წესით დარეგისტრირება, შემდგომ გასაუბრება და აქვე მე მინდა გავუსრო მოვლენებს, ახლა 2500 ეს საერთოდ როგორ ხდება, ეხა თუ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებს ვნახავთ, ხდება ხოლმე, ნუ რა თქმა უნდა, ბირთვი ადგილობრივი კადრებია, დიდი უმრავლესობა ხდება ასე მოწვევა. ჩვენ გვაქვს ეს პრეცედენტი თუ? კი, როგორც აღნიშნე, უკვე დარეგისტრირებულია 800-მდე მოხალისე, რომლებთანაც რა თქმა უნდა, ასევე მიმდინარეობს გასაუბრებები Skype-ის მეშვეობით ან ტელეფონის საშუალებით და მათგანაც შეირჩევა რაღაც რაოდენობა. სხვა ქვეყნის მოქალაქეა, უცხოელს. და გვეყოლებიან აუცილებლად უცხოელი მოხალისეებიც. ხოლო რაც შეეხება დანარჩენს, დანარჩენი იქნება ეს რაღაც 1700 მოხალისე, რა თქმა უნდა, ადგილობრივებიდან, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით იქნებიან, ანუ აი მოხალისეები. ანუ მაგალითად, იქნება ტრანსპორტის მოხალისე, კვების მოხალისე, ასევე სამედიცინო მოხალისე, დოპინგ კონტროლის მოხალისე და სხვადასხვა, ანუ მარკეტინგისა და მედიასთან ურთიერთობის მოხალისე. ეს უდიდესი სივრცეა, ნუ პრაქტიკულად თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. მოიცავს თითქმის და იგივე გასაუბრების დროს და იგივე დარეგისტრირების დროს მათ ეძლევათ საშუალება, რომ პრიორიტეტის მიხედვით, საკუთარი პრიორიტეტის მიხედვით ამოირჩიონ ის სფერო, რომელშიც უნდათ რომ იყვნენ მოხალისეები. თუმცა აქ არის რამდენიმე დეტალი, მაგალითად სამედიცინო მოხალისე ვერ იქნება ჩვეულებრივი ნებისმიერი მსურველი, თუ მას არ ექნა
ელემენტარული ცოდნა იგივე პირველადი დახმარების გაწევის. რა თქმა უნდა, ეს ნებისმიერ სფეროზე ვრცელდება. აქედან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ და იმედს ვამყარებთ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებზე და ასევე უნდა აღინიშნოს სპორტული მოხალისე, რომელსაც იგივე სპორტულ სახეობებში უნდა ჰქონდეს გარკვეული ცოდნა, სადაც სპორტის ფედერაციები და იგივე სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ასევე ყველა ფედერაცია იქნება ჩართული იმაში, რომ სპორტული მოხალისეები მოგვაწოდოს. რა თქმა უნდა, ბანუსოსო, ეხლა ვიცით, მნიშვნელოვანი ტრენინგები რა თქმა უნდა დაჭირდებათ, ხო? რაოდენ პროფესიონალიც არ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ეს რომ მოვიდეს აი მონოლითურად ერთ მოძრაობაში ამას და აი ამას ყველაფერს თქვენი კომიტეტი უზრუნველყოფს, ხო? სამი ტრეინინგი ჩაუტარდებათ, მანამ სანამ დაიწყება თვითონ ფესტივალი. ანუ ასე რომ ვთქვათ, გადამზადების პერიოდი, დიახ, მოსამზადებელი, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ეს ფესტივალი რადგან ზაფხულშია, რომ არ შეეშინდეთ მსურველებს, ვისაც უნდა დარეგისტრირება და უნდათ რომ გახდნენ მოხალისეები, ტრეინინგმა ამ სიტყვამ არ დააბნიოთ და არ იფიქრონ, რომ რაღაც ბევრი შრომა და მეცადინეობა მოუწევთ. ეს უფრო გამბუსტაგი არ არის, ეს არის უბრალოდ სწავლის პროცესის რაღაც მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც არის დაყოფილი სამად, ანუ ზოგადი ტრეინინგი, ფუნქციური ტრეინინგი და ასევე ტრეინინგი ობიექტზე, რომელიც თითოეული მათგანი გასტანს მაქსიმუმ 3 საათს და ჩვენ ვართ ძალიან მორგებული დროში, რადგანაც ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ ამ ადამიანებს, რომ ამოირჩენ თავიანთთვის სასურველი დრო, ჩვენ ეს ტრეინინგები ერთი თვის განმავლობაში ღიად გვექნება და იმ კონკრეტულ დროს, როდესაც თავად გადაწყვეტენ, მოვიდნენ და გამოდის, რომ ჯამში 9 საათი მოუწევთ მხოლოდ რომ დაუთმონ ამ ტრეინინგებს. შესაბამისად, არანაირად რთული ეს პროცესი არ არის. რა თქმა უნდა. ბადონსოსო, აი 800-მდე გაჟღერდა, რომ 800-მდე უცხოელი ვოლონტიორი მიიღებს მონაწილეობას უშუალოდ თამაშებში და მათი დაწყებული მგზავრობიდან, დამთავრებული კვებით, სასტუმროთი და დაბინავებით ამ ხარჯებს თავად უზრუნველყოფენ თუ საორგანიზაციო კომიტეტი? ამ ხარჯებს ჩვენ მე არ ვიცი ხა. დიახ. როგორ არის ზუსტად 800 თუ 800 ჩამოყალიბდით, რომ 800 უნდა იყოს უცხოელი? ანუ ეს ჯერჯერობით რაც დარეგისტრირებულია, თუმცა ამათგან უნდა მოხდეს შერჩევა კიდევ. 500 უცხოელი უნდა იყოს და 2000 ადგილობრივი უნდა იყოს მოხალისე. ნუ რაც იქნება, ნუ აი ხა არ არის გადამწყვეტი. ეს არის ანუ მოხალისე, იმიტომ ქვია მოხალისე, რომ თავის ხარჯებით ჩამოდის აბსოლუტურად. არანაირ ტრანსპორტირებას ჩვენ ძალიან კარგი, ანუ ამ ხრივ ესე იგი ჩვენ დამატებით დღიურ კვებას დღის განმავლობაში უზრუნველყოფთ მათ დღიურ კვებას. ანუ ეს საერთაშორისო დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ მოხალისე ყოველთვის თავისი სურვილი სამება სასტუმროში განთავსებით ჩვენ უზრუნველყოფთ განთავსებით უცხოელ მოხალისეებს და კვებით რა თქმა უნდა. ხო, აბა, ეხლა დანარჩენი რა თქმა უნდა. ეხლა ჩვენებს რაც შეეხება რა, აი ჩვენ იმიტომ რომ ბევრი დასვავს, ხო, მაინც როგორი თაობა, ცოტა ისეთი ეხლა რა კი ახალგაზრდებია, ხო, დამეთანხმებით ბანოსოსო, ბათული რა ხდება ეხლა? ანუ სამოტივაციო პროგრამა. სამოტივაციო, იმიტომ რომ ეხლა ესენი ცოტა ისეთ არიან, ესე დაგეშილი თაობა, ხო, იმდენად ხისტი, რომ შეიძლება რაღაც თუ ხეირი არ ნახეს, გამარჯვებას არ გითხრა, ხო, ეს უხეშად რო თქვა და რა ხდება ამ ხრივ? ანუ ასე რომ მოტივაციას რა შეეხება? მოტივაციო პროგრამა არის საკმაოდ დიდი, იმიტომ რომ როგორც თქვენ დასაწყისში აღნიშნეთ, ევროპის 59 ქვეყნიდან ჩამოდიან სპორტსმენები და მათი თანხმლები ოფიციალური პირები. რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ გაიჩენენ უამრავ ახალ ნაცნობს, მათთვისაც არ აქვს უცხოენის პრაქტიკა, გაივარჯიშებენ უცხოენაში. გარდა ამისა, აღსანიშნავია და აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ ეს არის საერთო საქმე, რომელიც ქვეყნისთვის კეთდება. პირველ რიგში ის, რომ ფესტივალი წარმატებით ჩატარდეს, არის ქვეყნის პრესტიჟი, იმიტომ რომ ჩვენ ამხელა პატივი მოვიპოვეთ, ასე რომ ვთქვათ, და ამ პასუხისმგებლობას ალბათ გრძნობენ ეს ადამიანები. გარდა ამისა, უშუალოდ ჩვენგან, ფესტივალის ორგანიზატორებისგან
თითოეულ მოხალისეს გადაეცემა უნიკალური ეკიპირება თბილისის 2015-ის ბრენდირებული, რომელშიც შედის ფეხსაცმელი, მაისურები, შორტი, გრძელტოტებიანი შარვალი, ასევე ქურთუკები ეგრეთ წოდებული საწვიმარი, კეპი, სრული სპორტული ეკიპირება. გარდა ამისა, მათთვის იქნება საინტერესო, ვისაც უცხოეთში სურს სწავლის გაგრძელება, ესეც მინდა რომ აღვნიშნო, რადგანაც საქართველოში როგორც ასეთი მოხალისის ინსტიტუტი არის ცოტა უცხო და არიციან, თუმცა ყველა უცხოურ უნივერსიტეტში მათ ვისაც აქვთ გამოცდილება მოხალისეობის, ძალიან პრივილეგირებულებიანიან. შესაბამისად, ესეც იქნება ერთ-ერთი პლუსი და სამოტივაციო პროგრამა. არა, мотивация უდაოდ დიდია, თან ისეთი მომენტია, ხო, ეხლა და რაღაცა საქმეები და შენ ქვეყანას ადგები თვითონ, ხო, შინაგან ფსიქოლოგიურად ასეა, ხო? ბადონსოსო დაგვჭა სულ 3 წუთი და არ შეიძლება მთავარი არ გითხოთ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ვერ მოიძიება უწყება დაწყებული თავად პრემიერიდან, ვისაც ესოდე მნიშვნელოვანი ღონისძიება პირად კონტროლზე ყავს, ნებისმიერი უწყება ეკონომიკის სამინისტრო, ბუნებრივია აღარ ვლაპარაკობ უკვე ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროზე, სპორტის სამინისტროზე შესაბამისად და რა თქმა უნდა ქალაქის მერი. აი ეხა ამ ეტაპზე ბადონსოსო რამე პრობლემები ხო არა გაქვს თუ ყველაფერი მიდის შეიძლება ითქვას ისე რუდუნებით ნორმალურად იმიტომ რომ თავარი რა არის რომ ეს ობიექტები ჩვენ ორი მიმართულებით მივდივართ ერთი მეორისგან არ განსაკუთრდება რომ მოვასრო დროულად და რაც თავარია ხარისხიანი იმიტომ რომ ეს რჩება საშვილიშვილო და მოდი ასე პირდაპირ თქვა ჩვენთვის ეს არის სასოцлო მნიშვნელობის მქონე კიდევ ერთხელ გამეორდები ხო აი რა ხდება უშუალოდ დაწყებული პრემიერიდან დამთავრებული სხვადასხვა უწყებებით რამდენად კოორდინირებული და რამდენად კმაყოფილი ხარ თქვენ როგორც საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დღეს არსებული მდგომარეობით. მოგახსენებთ, ანუ სრული ჩართულობა არის ჩვენი მთავრობის მხრიდან, რომელსაც ხელმძღვანელობს ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მათთან შეუთანხმებლად, ანუ სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილების გარეშე არაფერი არ კეთდება, რაც ფესტივალს ჭირდება და რაც შეეხება მერიასთან მიმდინარეობს სრული თითქმის ყოველდღიური შეხება გვაქვს ჩვენ მერიის სამსახურებთან, იგივე სპორტის სამსახურთან, კეთილმოწყობის სამსახურთან, ქონების მართვასთან და ჩართულები სრულად არიან ჩართული ვიცე-მერები ამ ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებში და იგივე ინფრასტრუქტურულ საკითხებში და მათი მხრიდან გვერდში დგომა არის უმაღლეს დონეზე რაც შეეხება ახალ თბილის სრულ შენობების გარე კეთილმოწყობას და ინფრასტრუქტურას გარე კეთილმოწყობას მთლიანად მერია აკეთებს იგივე გზები და ნუ ყველაფერი არა მერტმაგრასო აი ასე ყველაფერში არის გვერდში დგომა და ჩართულობა სრული ჩართულობა მათი მხრიდან მე მადლობის მეტი არაფერი არ შემიძლია ვთქვა და მათთან ერთად განვიხილავთ ჩვენ განიხილება უკვე ბიუჯეტი 2015 წლის ბიუჯეტი რომელიც ახლო მომავალში იქნება ცნობილი აი უკვე უფრო საზოგადოება ჩვენ კონკრეტულ ციფრებს მივაწოდებთ მე რწმუნებით გამოთქვა დიდი მეც რომ აი დღემდე ასე მოვედით და დარჩენილ აი გადამწყვეტ ეტაპზე არანაირ იოტისოდენა ლაფსუსაც ადგილი არ ექნება და ბოლოს სათული რას უშუალოდ რას მოუწოდებდი ახალგაზრდებს ახლა მართლა მოწოდებით უნდა დავამთავროთ ხო იმიტომ რომ საკმაოდ ნათად და ისე სლად ჩამოაყალიბე და აი ბოლო რა იქნება ჩვენი სლოგანი ასე ვთქვა 2015-ის ამ ახალგაზრდებს ისეთი კარგი გაგებით სულ უნდა ანჯღრიო ეხლა ისეთი კარგი გაგებით ვამბობ რომ რაღაცა გააკეთებინო და ანუ აუცილებლად მოუწოდებ ყველას ვისაც სურს რომ გამოხატოს თავისი ინტერესი და ჩაერთოს გაიაროს რეგისტრაცია 1 მარტამდე და 24 საათიანია ხო? 24 საათიანი რეჟიმში ონლაინ და ასევე მინდა დავამატო რომ დღევანდელი ღონისძიების მსგავსი ღონისძიებები იქნება ძალიან ბევრი ერთ-ერთი მათგანი უახლოეს მომავალში 5 დეკემბერს საერთაშორისო მოხალისის დღეს პირდებით ასევე მოხალისეებს ძალიან დიდ სიურპრიზს არ გავაჟღეროთ ეგეც აღნიშნე რომ ის სიურპრიზი იქნება თუ ვიტყოთ ესეც ახალი
დიახლე ერთ-ერთი ვიგონიო დიმიტრი ყველაფერი რიგზე იქნება ჩვენ აუცილებლად რა თქმა უნდა არაერთხელ შევხვდებით კიდევ ერთმანეთს აი ბატონოსო მასე დაანონსაკიდეს რომ როგორც კი ბიუჯეტი იქნება უკვე კონკრეტულად გაწერილი და გვექნება კონკრეტული ციფრები ხელთ უკვე ჩვენ საზოგადოებას გავაცნობთ მე კი ძვირფასო მეგობრებო ასე იმედიანად გემშვიდობები და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მეც თქვენი მონამორჩილის რომ ესოდენ ეს არის საშვილიშვილო საქმე და ყველამ ვეცადო ჩვენი შეძლების და შესაძლებლობებიდან გამომდინარე იოტისოდენა წვრილიც კი მერწმუნედ ეს უდაო წაადგება ჩვენს ქვეყანას და ბუნებრივია ქართული სპორტის საომალო განვითარებას Sport Time. Radio Imedis პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად.